პიროვნული ზრდა. აი, როგორ ხდება ეს? ერთ დილას გავიღვიძე და ვთქვი, რომ მორჩა, მე დღეიდან უნდა შევიცვალო. რა უნდა გავაკეთო პირველი? მან ალბათ ჯერ რაღაცა ის მომენტი უწყოს ხოლმე საერთოდ რატომ უნდა დაიწყო პიროვნების და სანამ აქამდე მიხარ როგორ დავიწყო, ამას ცოტა წინ აქვს ხოლმე პროცესები. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნო რომ ძალიან კარგია რომ უკვე დადგა ის პერიოდი საქართველოში, სადაც როცა არ ითვლება რომ რაღაცა პრობლემა გაქვს თუ მიდიხარ სპეციალისტთან. ეგ როგორც ადრე იყო რომ ითვლებოდა რომ სირცხვილი იყო და ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ. ეხლა პირიქით ადამიანები ძალიან დიდი სიამაყით აღნიშნავენ რომ მათ ყავთ თავიანთი მენტორები, კოუჩები, ფსიქოლოგები და ისინი მუშაობენ საკუთარ თავზე. მანამდე არის ხოლმე რაღაცა ისეთი ნიშნები, იცი რა, აი ხა რაღაც ისეთი გამახსენდა, რომ აუცილებლად აღვნიშნო. იშვიათად შევდივარ მე დილით სოციალურ ქსელებში, მაგრამ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ინფორმაციას ველოდებოდი, მას შემდეგ რაც რა თქმა უნდა ჩემი რიტუალები რაღაცებს ჩავიტარე, შევიდი სოციალურ ქსელში და უცებ პირველივე ამომიგდო ამერიკულ ჩვენს ემიგრანტებთან ამერიკაში ვარ ჩატებში და პირველივე პოსტი ეგრევე დახვდა რომ გოგო წერს სასწარკვეთილი გოგო რომ ცხოვრობ აბიუზერთან, ცხოვრობ მანიპულატორთან და არ ვიცი, იმიტომ რომ არ მაქვს ფული, ასავარად არც საბუთი აქვს. ამ პერიოდში სიყვარულის სახელით, როგორც ხდება ხოლმე, სიყვარულის სახელით, ესე ვთქვათ, დამაბა ამ ადამიანმა და არ მუშაობ, არ რეალიზდი, ენა არ ისწავლა, ესე ვთქვათ. და თუ შეგიძლიათო, ჩემი ერთადერთი საშველი და ის დახმარების მოლოდინი მაქვს ეხლა აქ წერო, იმიტომ რომ სხვაგანო ვერ ვიტყვიოდ ამაზე. ზოგადადაც ბოლო პერიოდში გავიგე და მივხვდი რომ თურმე მანიპულატორთან ცხოვრობა და მოკლედ თუ შეგიძლიათო რომ დამეხმაროთო, აი აქ ვინც ხართ ემიგრაციაში, ქართველებს მიმართავდა რომ რაიმე ონლაინ საქმიანობა თუ შეიძლებაო რომ ან ვისწავლო, ან დავიწყო რომ მე ჩემითო გამოვიმუშაო ფულიო. და რა თქმა უნდა იყო ძალიან ბევრი რეკომენდაცია ადამიანები წერდნენ. მაპატია ნინო, ანუ ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი მიხვდა რომ შეიძლება არ იცის რომ პიროვნული ზრდა უნდოდა, მაგრამ რომ რაღაცა უნდა შეცვალოს, ხო? ძალიან პირდაპირ ვთქვათ, რომ შარშია. აი მაგას მიხვდა რომ შარშია. ძალიან კარგია რომ რომელიღაცა საინფორმაციო წყაროში მოისმინა და ამოიცნო მანიპულატორი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს აღვნიშნოთ რომ ხშირად ჩვენ არ ვიცით სიმპტომატიკა რა აქვს. გინდა მანიპულატორთან ცხოვრებას, გინდა ფსიქოლოგიურ მოძალადესთან და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ მე ვთვლი რომ დღეს არის ისეთი ეტაპი რომ თავარი ადამიანმა მოინდომოს და თუნდაც AI-ის კითხოს ეს კითხვები. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოკლედ ამ გოგომ ამოიცნო სავარაუდოდ და მე უკვე მიხვდა რომ შარშია და ცნობილია რომ რაც უფრო დიდხანს იმყოფება ადამიანი ასეთ მეთოდებში, მით უფრო მოკლედ სიღრმისეულად არის გაბმული ხაფანგში, მოკლედ ვთქვათ. და ითხოვდა ზუსტად ჩვენას მაგ თვალსაზრისით რომ რაიმე მირჩეთ რომ ვერ გამოვდივარ გარეთ 4 კედელში ვარ მოწყობილი და რითი გამომუშაო ფულიო რომ რაღაცა თავი დავაღწიო ამ ადამიანს, იმიტომ რომ ხა ამერიკაშია, არც საქართველოში არ არის რომ მამიდეში დაწავიდეს სოფლიში საცხოვრება და რაღაცა ხო ხდებით, ხა იცით რომ ამერიკაში ემიგრაციაში ზოგადად. და ზოგმა შესთავაზა რომ ჭკუის დარიგებები რა თქმა უნდა რაღაცები დაიწყეს და იშვიათად ვერთვები ხოლმე დიალოგებში, მაგრამ ერთადერთი ის დავწერე რომ მე მგონი ამ გოგო დახმარება საერთოდ არ ითხოვა, ითხოვს მხოლოდ რომ ფსიქოლოგიური დახმარება და ჭკუის დარიგება არ ითხოვა, ითხოვს რომ მასწავლე შეიძლება ონლაინ გამოვიმუშაო მე და დავწერე კიდეც ის კომენტარი და ძალიან ხშირად აი ეს მომენტი როცა დგება თავარი არის რომ იმ ადამიანმა გადაწყვიტოს, აი ზუსტად აი ეს რომ გადაწყვიტოს, რომ იწყებს
შეცვლას. ამას გინდა ტრანსფორმაცია დაარქვას და გინდა სხვა სახეობა. ანუ საკუთარი შემოსავალი გარკვეულწილად არის პიროვნული ზრდისთვის აუცილებელი, რომ არ ვიყო მე სხვაზე ფინანსურად დამოკიდებული, თუ არ არის ასე. იცი რა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ მაინც ყველაფერი გადაწყვეტილებიდან იწყება. ძალიან, ანუ აქ თლად ფინანსები არაფერში არ არის. აი აქედან იწყება და გადაწყვეტილებიდან რომ მე ასე აღარ მინდა ცხოვრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის. თორე ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს, ვისაც კარგი ფული აქვს, კარგი შემოსავალი აქვს, მაგრამ ისინი რჩებიან იმ თავს არასასრულო ცხოვრებაში. ანუ მარტო ფინანსები არ უხსნის იმას ხელს. კარგი, გადავწყვიტე რომ გავიზარდო პიროვნულად და ჩემი თავის ტრანსფორმაცია მოვახდინო. პირველი რა უნდა, ანუ რა ეტაპები უნდა გავიარო? ხო, რა თქმა უნდა, პირველი ალბათ ეს ზუსტად ეგ უნდა გაცნობიერო, რომ რა აღარ მოგწოს და რომელ სფეროში აღარ მოგწოს, რისი ტრანსფორმირება გინდა. ხო? ეხლა დაუშვათ თუ შენ პირადი ცხოვრება გაკმაყოფილებს, გაბედნიერებს და მხოლოდ ფინანსებზე დაქვს ესე თქვა სამუშაო, მაგ შემთხვევაში კონკრეტულ კითხვას ვსვავ, რომ მე ხლა რა მინდა, აი ამ საქმიანობით რაშიც ვარ, ამით მინდა შემოსავალი გავზარდო, თუ დაუშვათ ახალი მინდა საერთოდ და ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა ახლა მე ეგ მომენტი, რომ ადამიანები 40-45 წლის ზემოთ იწყებენ ახალი პროფესიების ძიებას და უნდათ რომ ცვლილებები განახორციელონ ამით. ხო, თუმცა იცი რა არის, ერთ-ერთი კომპონენტია, რა თქმა უნდა, ეს საქმიანობის შეცვლა, ტრანსფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტია. მაგალითად, ეხლა მე ჩემს თავზე ვიტყვი, რომ 30 წლის წინ, როდესაც მე პირველმა საქართველოში თურმე და მე ეს არ ვიცოდი, რაც ეხლა სოციალურები გააჩნდა, მას მერე გავიგე და თურმე პირველ შემიქმნია სასაუბრებლო სწავლების პროგრამა, სადაც მე თეატრით ვასწავლები. ანუ სპექტაკლებით ვასწავლეთ და მხატვრული ლიტერატურით ვასწავლეთ. და ასევე თამაშები. და 30 წელი რომ გავიდა, მივხვდი რომ რაღაცნაირად ეს მოითხოვდა უკვე ჩემგან ტრანსფორმაციის გზაზე, ესეც მოითხოვდა. და სწორედ აი ახლა ზუსტად მაქედან გამომდინარე, სულ სხვა პროგრამებს ქმნი და ვაკეთებ, ხო? ამიტომ იმ ადამიანმა, რომელმაც ეს გაიგო, რომ უკვე აღარ უნდა ის რაც ითხოვ, კითხვა უნდა დასვას, რომელ სფეროში მინდა ტრანსფორმაცია. თუ მთელი ცხოვრების შეცვლა მინდა? ყველა სფეროში, პირადში, საქმიანობაში, არ ვიცი, სოციუმი სადაც ვარ და ასე შემდეგ. მაშინ რას ვაკეთებ? ანუ ხშირად მასეთ საკითხს, როდესაც ყველაფერში ადამიანები მოყოლიან ცხოვრების განმავლობაში. არსებობს ეს ფრაზა. განულება, ხო? ეს ფრაზა ჩემთვის უცხო არ არის. რადგან მე 2015 წელს დავანებე ჩემი ცხოვრება და ამიტომ მე ჩემს კლიენტებს ვჩვენ ხოლმე, რომ ცოტა ფრთხილად იყვნენ ამასთან. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ადამიანები, ვისაც ესე მასშტაბურად და ესე უნდა ცვლება, ყველა სფეროში თან ხშირად მათ უწევთ ჯერ გაანულონ, ესე ვთქვათ, ის რაც იყო მანამდე და იმაზე დაიწყო ნახლის შენება. ხო, მოდი მიუბრუნდეთ იმ საკითხს, რა შეიძლება მაგ შემთხვევაში გააკეთოს. ნუ პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ მაინც თავისი გეგმა დაგეგმოს step by step. ანუ ეს იქნება იმ ადამიანის გარშემო მონახვა, რომელსაც იმ საკითხში რომის შეცვლაც გინდა, აქვს უფრო მეტი გამოცდილება, შესაძლოა, იმას შეიძლება გკითხოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს AI-ს და ხელოვნურ ინტელექტს, რა თქმა უნდა, დღეს საბედნიეროდ შეგვიძლია დაუსვა ეს კითხვა, რომ როგორ შეიძლება, რომ მე აი ამ სფეროში უფრო მეც მივაქციო ან შევცვალო და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ალბათ ინსტრუმენტები, რომლებითაც შეიძლება დავიწყოთ, თუნდაც თვითგამორკვევა და ზოგადად იმის გაგება საერთოდ რა მინდა. არის ალბათ ისეთი დღიურები, სადაც არის კითხვები, რომლებიც გაფიქრებს ამაზე. მაგალითად, ჩემს პროგრამირების დღიურში არის ის კითხვები, ეს კითხვები ჩემი მოგონილი არ არის, მე არ ჩემია, ეს სოფლიოში რაც კი კითხვები არსებობდა ადამიანების გამოსარკვევად, ყველა კითხვა გავაერთიანე, შევკრიბე და აი ამ კითხვებს თუნდაც ჩემი კლიენტები ამბობენ, რომ
იმ საკითხებზე, რაზეც ამ კითხვა დააფიქრა, ძალიან ბევრი პასუხი მიიღეს მათ ცხოვრებაზე. ეს გავიგებ, მაგრამ მინდა პიროვნული ზრდა შეცვლა, ყველაფრის შეცვლა, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, პასუხისმგებლობები, ხო? არ ვიცი, ვიღაცას ოჯახი აქვს, შვილი ყავს, ცოლი ყავს, დედასულის აღებული აქვს პასუხისმგებლობა. ამაზეც უნდა რომ ესაც შეცვალოს. აი როგორ უნდა მოახერხოს, რომ ეს პასუხისმგებლობა თავი დაანებოს და ამის გამო არ დაიგრუზოს, სლენგით რო ვთქვა, ხო? რომ მე კი შევიცვალე, მაგრამ აი ეს პასუხისმგებლობებიც მივატოვე, ხო? მე სოციუმი რა სიტყვის, რომ მიატოვა დედა, შვილი და საკუთარ თავზე ფიქრობს. ეს მომენტიც ხო არის. როდესაც პიროვნულად უნდა ადამიანს შეცვლა და აი რაღაც ფაქტორების გამო ვერ დგავს ამ ნაბიჯს. მიხდით ხო რას ვიტყვი? ძალიან ცუდად გზნობს თავს, რო გითხეს სიმართლე, მაინც არ მიაქცევს მაგას ყურადღებას და გადადავს მაგ ნაბიჯებს. ანუ თუ ძალიან ცუდად გზნობს თავს, იმ მომენტში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყო სხვა შორის ამ ბოლო პერიოდში, როდესაც მამაკაცებმა რომლებმაც ზუსტად აი ამ მომენტში აღმოჩნდნენ რაღაცა პერიოდი ცხოვრეს ოჯახისგან განცალკევდი, ხა რატო აღნიშნე მამაკაცები, ანუ ქალებში ცოტა სხვანაირად მიმდინარეობს ეს. გოგოები და ქალების ზოგადად ახლა ვიცით, რომ უფრო ფლექსიბլ, უფრო მოქნილები არიან, სამყარო მისეინება, რომ თუნდაც ის რომ მათ დააკისრა შვილის გაჩენა, ისინი უკვე გენეტიკურად არიან გაწყობილები ცვლილებებისკენ. მამაკაცი არ არის ასე. და შესაბამისად, მამაკაცებმაც კი აი ამ ბოლო პერიოდში გადადგეს ეს ნაბიჯი, რომ ეხლა რაც ახსენე შენ, რომ რაღაცა მომენტში ცოტა დისტანცირდნენ ოჯახებიდან, მიხედეს თავიანთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და შემდეგ აღადგინეს ურთიერთობები, ანუ და გაცილებით უკეთესი. ანუ რაც არ უნდა ვიძახოთ, ორი ვარიანტია რა თქმა უნდა, ერთი რომ უნდა განცალკევდეს და თავის თავზე დაიწყოს მუშაობა და მეორე არის, იცი რა არის? თუმცა იმ ადამიანებსაც ვიცი, ვინც ჩვეულებრივად პასუხისმგებლობები არ მოხსნიათ და შეძლეს ტრანსფორმაციას. უბრალოდ ცოტა შეიძლება დროში გაიწევს. 15 წუთი თქვა თავისუფლებისკენ ამ პოდკასტს, ერთი ამბავი მინდა გითხრათ და თქვენ როგორც ექსპერტის შეფასება იქნება საინტერესო. ნაცნობი ქალბატონი, რომელიც არ გათხოვილა სიყვარულით, ნუ ეს ხდება სადღაც 80-იან წლებში, გათხოვდა, შეეძინა, მე მგონი 3 შვილი. უბრალოდ დღესამოს რომ ეს სულ ვიყავი გუბედური, მაგრამ აი გათხოვების წუთიდან ვიცოდი, როდესაც გავიგე რომ არ ფეხმძიმედ, რომ ჩემი შვილი როცა გახდებოდა სრულწლოვანი, მე ამ ოჯახიდან წავიდოდი. ნუ 3 შვილი შეეძინა და როცა 3-ვე გახდა სრულწლოვანი, როგორც კი ბოლო ბავშვი შვილი გახდა სრულწლოვანი, ამან ეს მეუღლე მიატოვა. იმიტომ კი რა სხვასთან წავიდა, ან სხვა შეუყვარდა, არა, უბრალოდ გათავისუფლა და დღეს ცხოვრობს, როგორც ამბობ ხოლმე, თავის ბედნიერი ცხოვრებით. ნუ ამას რა თქმა უნდა მოყავს შეფასებები, რომ აი ამ ხელა ამდენი წლის ოჯახი, მე მგონი 25 წლის ოჯახი დაანგრია, აი ეს როგორია ქალი. აი თქვენ როგორც ექსპერტი როგორ შეაფასებთ ამას? ანუ ამ ადამიანმა, ანუ 25 წელი ელოდა აი ამ მომენტს, რომ შვილებს მე ვერ მივატოვებ, აი ესე რომ ვინმე მუთხრას, რომ აი მამა ცალკე ცხოვრობს, დედა ცალკე ცხოვრობს. როგორ აფასებთ? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან გაუმართლა მაგ ადამიანს, რომ 25 წელი გაგაჩა და მიაღწია ზოგადად იმ ასაკს, როდისთვისაც ქონდა დაგეგმილი ეს განეხორციელებინა და თავის გეგმაში ქონდა. ასე ყველას არ უმართლებს. ეს მეტყოლებს მის სიძლიერეზე, პიროვნულზე, ანუ უკვე დაწყებული ქონა ზრდა პიროვნული? როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო? და რომ დაწყებული ქონდა და ნუ ხო მე არ ვიცი ხა ზოგადად ის 25 წელიწადით ცხოვრებაშიც გატარებული, ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ ვერანაირად ეს ვერ ჩაითვლება კარგ წარმატებულ მიუხედავად იმისა, როგორც დასრულდა. წარმატებულად ისტორიად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ ის 25 წელიწადი მან ყველა ვარიანტში ცხოვრებაში გაატარა და მაგის გარდა ანუ ნახე მას ის შვილები 3 შვილი ფაქტურად იმ 3 შვილს მისცა ის მოდელი, რასაც ნიშნავს ცხოვრებაში ცხოვრება. ყველაზე მთავარი აქ ეს იყო, რომ
მან რომ არ აირჩია თავისთავად და ვერ იპოვა იმ მომენტში გამბედაობა, მე იმას არ ვძახი, რომ ეს აპრიორი ასე უნდა მოხდეს და იპოვოს გამბედაობა, მაგრამ რომ ვერ აირჩია თავისთავი, ამით უკვე თავის შვილებს მისცა ეს პროგრამა, რომ და მე ნახეთ რა ხდება, იზრდებიან ანუ ეს ისა და შვილები და შილო ცოლი რატო არ მოკავს, შილო რატომ არ ქმნი ოჯახს, რატომ არ თხოვდები? არავის არ ახსენდება. ძალიან დიდი ბოდიში ხა იმ მშობლებსთან მშობლების მიმართ ახლა რა თქმა უნდა ისინი ამას გასწორებულად არ აკეთებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც მშობელი რჩება, მშობლობა არ აქვს უთხრეს იმერტე ქალი რჩება ცხოვრებაში კაცი. რჩება ქორწინებაში, ხანგრძლივ ცხოვრებაში, ის აძლევს თავისუფლ იმ პროგრამას, რომ ოჯახის შექმნა არ არის კარგი ამბავი. და მე ნუღა უკვე როცა ისინი იზრდებიან, რომ ისინი ასე დიდი ენთუზიაზმით არ ქმნიან ოჯახებს. და აქ ახლა აი ეს მომენტია, რომ ეხლა კი შესაძლოა მან შექმნა ეს თავისი ბედნიერი ცხოვრება და ცხოვრობს უკვე ამით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, გაუმართლა, რომ მიაღწიეს საერთოდ მაგნამდე და ასევე უნდა აღნიშნო, რომ სამწუხაროდ საქართველოში ქალების უმრავლესობა ეხლაც კი მე რომ მეგონა რომ ძალიან ტექნოლოგიურ ერაში ცხოვრობთ და ძალიან სერიოზული ცვლილებების და სამყაროში რა ვიცი ლამის შეუძლებელი აღარაფერი არ დარჩა და ხალხი მთვარეზე აგარაკებს აშენებას აპირებენ. სამწუხაროდ საქართველოში საკითხი ისე დგას. ხო და ბოლოს აი საუბრის ბოლოს ვინაიდან მაინც ქალები უფრო რისკავენ ასე ვთქვათ პიროვნულ ზრდის დაწყებას თუ თქვენთან მოსვლას თუ ასე შემდეგ. აი იქნება თუ არა პიროვნული ზრდის დასაწყებად პირველი ნაბიჯი მაგალითად როდესაც ქალი გადაწყვეტს რომ შეიცვალოს გარეგნობა, ну სახეზე გაიკეთოს რამე ბოტოქსი ან მივხვდით ხო რას ვამბობ, ესაც შეიძლება ჩაითვალოს აი ეს ელემენტარული რაღაცა პიროვნული ზრდის დასაწყებად შეიძლება თქვენ ვერ გააცნობიეროს, მაგრამ თქვენი შეფასება როგორი იქნება? იმიჯი განსაკუთრებით ქალებში რაც არ უნდა გძახოთ ძალიან გადამწყვეტ როლს ასრულებს. ერთ-ერთი ისეთი ფაქტორია, რომელიც სარკეში ქურების დროს ქალს თავის თავს, ესე ვთქვათ, ესე თვით შეფასებას რო უცები წევს მაღლა და ესეთი რაღაცები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ოღონდ აქ საინტერესო ფსიქოტიპი ვარ. გააჩნია როგორი ფსიქოტიპია. ანუ არსებობს ფსიქოტიპი, რომელმაც სულ ყველაფერი გაიგებს. მის არაფერ გავლენას არ აქვს აბსოლუტურად მარტო შეიძლება ვიზუალი. ანუ ფსიქოტიპია. და ასევე შეიძლება ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანოს რაღაცა მის გარემოში, ამან ისეთი სტიმული და ისეთი ინსპირაცია მისცეს, რომ ნელ-ნელა დაიწყოს ტრანსფორმაცია და იმ ადამიანად გადაკეთება. ესეც საინტერესო ამბავს მოყვები, სადღაც 2 კვირის წინ დაახლოებით საუბარი მქონდა სესიაზე იყო 2 ადამიანი, 2 გოგონა. ერთი ალბათ 50 კილომდე, ანუ სადღაც ეგრე, ძალიან ისეთი მოვლილი გოგონა, ძალიან რეალიზებული, ძალიან კარგი შემოსავლით, აი ყველაფერი რომ აქვს ადამიანს და მეორე გოგონა, რომელიც საკმაოდ დიდ წონას ატარებს, კვებითი აშლილობა აქვს და შემოსავალი 0 და მოკლედ 2 სრულად განსხვავებული, ხო ანუ? და ერთ-ერთს ორივეს პრინციპში რაღაცა ეტაპი უდგათ ისეთი, როდესაც მათ უნდა დაიწყონ თავის გამჟღავნება ეკრანთან. აქ საუბარი იმაზე, რომ არაპროფესიულ კავშირში არ არიან, უბრალოდ მათ საქმეს ჭირდება ეს და განან იმ გადაწყვეტილების წინაშე, რომ უნდა დაიწყონ თავის ჩვენება და ორივე აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულები ერთი და იგივე პასუხს მაძლევენ. რომ მე ჯერ მზადო არ ვარ, ჩემი ცხოვრება ისეთ საინტერესო არ არის, ჩემი გარეგნობა ჯერ არ არის ისეთი იდეალური, რომ მე ვაჩვენო და თან ისედაც საერთოდ რა მაქვს საჩვენებელი. ორივე ერთ-ერთი დასნიშნავს ეს? ანუ სად არ არიან ცვლილებებისთვის? ხო. და ზუსტად აი ეს მომენტი, ანუ შენ ახლა რაც თქვი, რომ ვისე როგორ იმუშავებს ის ბოტოქსის და ის
ფორმების შეცვლაც, ეგ ჩვენ არ ვიცით და ერთ-ერთი გამოსავალი სხვათა შორის აი ასე სიტუაციაში, რაც მე ამ შემთხვევაში აი მკვებით აშლილობის მქონე გოგონა შევთავაზე, გუშინ ჩემთან იყო სტუმრად ჩამოსული და ზუსტად აი ამ პარკში ჩვენ ახლა სადაც ჩაწერას ვაკეთებთ, აქ გამოვიყვანე, მე ძალიან ხშირად ჩემ კლიენტებს თავაზობ ხოლმე რომ ბუნებაში გავაგრძელოთ სესია, ხშირად ესე განსაკუთრებით ბუნებაში და გამოვიყვანე ასე შეგნებულად რა თქმა უნდა ამ პარკში და ვსეინობ, დავდივართ, ანუ მას უჭირდა ცოტა სიარული და დავდივართ და უცებ ვიღებ ჩემს მობილურს, ვატრიალებ კამერას, ანუ მას არ ვიღებ და ვიღებ ამ სკვერს და ვეუბნები, აი აგერ შენ კამერა და დაიწყე, რა გინდა. ან დიდი ხანია უნდა რომ ვლოგის დაწყება უნდა ამ თემაზე რომ როგორ დაამარცხებს ის ზოგადად რაღაცა ნაწილობრივ ტაპობრივ დამარცხებული გვაქვს რაღაც მნიშვნელობები და უცებ ესეთი რაღაცა და დაიწყო ლაპარაკი. და თქვა რომ აი მე ეს. всё. ანუ თუ თქვენ ამ წუთას გძნობთ რომ რაღაცა ისეთის დაწყება გინდა ცხოვრებაში, რომელიც აქამდე არ გაგიკეთებია, რაღაც დისკომფორტია თქვენთვის, მონახეთ ის გზა, რომელიც შეგაძლებინებს ამას. და კიდევ ძალიან ვიცი რომ გადავაჭარბეთ 15 წუთს, მაგრამ მე პატარა ნიუანსს ჩავამატებ, ანუ ფიტნესი და ვარჯიში ვიცით რომ ძალიან კარგია და ამ წუთას ჩემს თავზე ვისაუბრებ, იქიდან გამომდინარე რომ მე ვინც იცის ჩემი ისტორია 19 წლიდან ხერხემალი დამიზიანდა და ჩემი ფსიქიკა ეხლა უკვე ძალიან მეწინააღმდეგება, როცა ვთავაზობ რომ ჯიმში ვიაროთ და ზოგადად თან არ მიყვარს ეს რუტინული და მოსაბეზრებელი და ესეთი გამოსავალი მოვნახე, ხო? ანუ დავიჭირე ერთი მობილური, რომელშიც იყო ის ვარჯიშები, რომელიც ჩემთვის შეიძლება და მომწონს. მეორე მობილური, ჩემ მობილურივე გადავიღე, ის ვარჯიშების ნაკრები გავაკეთე. მივედი იოგაზე. სადაც დადის ჩემი მეგობარი და ჩემი სამეგობრო დადის. და დი სტუდიო მოგიკითხავ და მივხვდი რომ მე მიხარო და მისვლო, იმიტომ ჩემი მეგობრები არიან ძალიან კარგი გარემოა სისუფთავია და ჩემი ინსტრუქტაჟით ესე ვთქვათ მივედი და ვკითხე, შეიძლება რომ მე თქვენთან რომ მოვალ, იმიტომ ჩემთვის იოგა არ შეიძლება. აი ეს ვარჯიშები, ჩემი ვარჯიშები ვაკეთო ოღონდ თქვენთან. კი, გაიარეთ. და ის რა ქვია და მე მითხეს დიახ, შეიძლება. ანუ ნახე, ხო შემეძლო კიდევ დიდხანს მემსჯელა ჩემს ქვეცნობიერთან და მეჭიდავა რომ აი მე არ გვინდა ჯიმში და არ მიყვარს ჯიმში. ოკეი, არ გიყვარს, მოდი წავიდეთ. ნახე, ორი კურდღელი დავიჭირე. ჩემს სამეგობროსთან ნახულობ კვირაში ერთხელ ჩემს სამეგობროს და ვაკეთებ იმ ვარჯიშებს, რაც ჩემს შეიძლება. თქვენც აი ანალოგ გასაგებია რომ მე კრეატიული გონება მაქვს და ინოვატორი ვარ, გასაგებია, ვიცით. ხშირად მიწოდებენ ამას, ახლა ეგ ჩემი აზრი არ არის ხოლმე ჩემს თავზე. და თქვენც მონახეთ რაღაცა ესეთი ინოვატორული სათქმელო. და იცით რა არის, მთავარი რა არის, ანუ მაინც იცი, რომ ნება მისე შეცდავს. იმ ტრანსფორმაციაზეც, უკეთეს ცხოვრებაზეც, ჯერ პირველ ნება უნდა დართო, რომ დიახ, მე ნებას ვაძლევ ჩემს თავს, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. დიახ, მე ღირსი ვარ, ვიმსახურებ უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს ფინანსებს, უკეთეს პირად ცხოვრებას, უკეთეს ჯანმრთელობას და აი ამ განწყობით შექმნა ზუსტად ის ამბავი, რასაც ქვია და რასაც მივყავართ, რომ შენ იცხოვრე შენი ბედნიერი ცხოვრება. და ეს არის ჩემი პოდკასტი ნომერი 21.